მოვედი ისევ თქვენთან, იცით რა ესეთი გაშლა გავაკეთოთ, რამდენად ენატრებით ჩაფიქრებულ ადამიანს, რამდენად აქვს მონატრება თქვენ მიმართ. ისევ რაიდერზე გავაკეთოთ გაშლა და იყოს ორი ვარიანტი. აბა მოდით გოგონებო, ჩავიფიქროთ, კარგად აღჩერხოთ კარტები. მოდი გავაკეთოთ ორ ვარიანტზე. პირველი, მეც ასე უკეთესად ჩანს და მეორე ვარიანტი. ჩაიფიქრეთ გოგონებო. პირველი ვარიანტი ეს იქნება და მეორე ეს. აბა ჩავიფიქროთ. ჩაიფიქრეთ ის ადამიანი, ვისაც გინდათ გავაკეთოთ გაშლა. მოდი დავიწყოთ. მგონი საკმარისია პირველი ვარიანტი. რამდენად ენატრებით ჩაფიქრებულ ადამიანს. ძალიან ენატრებით, კი ბატონო, მაგრამ აქ არის ძალიან დიდი გულის ტკივილი და ამის შესახებ უნდა გარკვევა. შესაძლებელია დისტანციურ ურთიერთობაზე იყოთ, ან სხვა ქვეყანაში იმყოფებოდეს. გააჩნია როგორც თქვენს მიმართ სავსე ემოციური გრძნობები, ასევე ვნებები გააჩნია. აბა რამდენად ენატრებით კიდევ. აქ შესაძლებელია დაოჯახებული ადამიანები მიყურებდეთ. ძალიან სტაბილურ განცდაშია თქვენს მიმართ და კმაყოფილად გრძნობს თავს. აქ ჩანს ისეთი ურთიერთობა, სადაც არის ორი ადამიანი შეთანხმებულად, კარგად, ბედნიერად გრძნობს თავს ერთმანეთის მიმართ, მაგრამ აქ არის რაღაცა დაფარული და უთქმელი და ასევე ერთი ადამიანი რომ დომინირებს მეორეზე უარყოფითი კუთხით. ანუ ერთი მხარე მეორეზე გამარჯვებულად თვლის თავს და ასეთი. რამდენად ენატრებით აბა კიდევ. კი ბატონო, ენატრებით და აქვს უბრალოდ ქონდა სურვილი რომ შეხვედროდათ, თუმცა იგი სხვა, ესე იგი არ უნდა უკვე თქვენთან სურვილი არ აქვს ადამიანს ურთიერთობის გაგრძელების და შესაძლებელია სამკუთხედში გამყოფებდეთ. და უნდადეს სულ სხვა ქვეყანაში გადასვლა საცხოვრებლად ან სამოგზაუროდ წასვლა, მოკლედ ასეთი რამ ჩანს. ენატრებით მას უნდა ახალი დასაწყისი და ქმედება სულ სხვა ადამიანთან, რომელთანაც დიდი ვნებები აკავშირებს და ამაზე ნერვიულობს. არის ძალიან სადაც არის სტაბილურად, აქეთ ნაბიჯის გადმოდგმას არ აპირებს. აქვს ინტერესი რომ დაგელაპარაკოთ, გაგესაუბროთ და ბევრი რამ გაარკვიოს. აბა მონატრება ვის მიმართ აქვს ამ ადამიანს? აქ ადამიანის სხვა მიმართულებით არის წასული და ძალიან უმძიმს ეს სიტუაცია. ანუ აქ ჩანს რომ სხვა მიმართულებით მიდის, დაგტოვათ თქვენ და მიდის სხვა მიმართულებით და აქ ახალ ემოციებს ეძებს იგი. მონატრება ვის მიმართ აქვს? მონატრება აქვს იქ, სადაც მიჯაჭული იყო ის და ეხლა არის მიჯაჭული, რომელიც არასრულფასოვნად არის აქ მიჯაჭულობა და არ არის სრულფასოვანი მიჯაჭულობა. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანი არის ისეთ დისბალანსში, რომ სრულიად განსხვავდებიან ის წყვილი, ვინც ერთმანეთთან ეხლა არიან. ის სულ სხვანაირია, ეს სულ სხვანაირი და ამასთან რაღაცნაირად არასასურველად გრძნობს თავს. თუმცა აქ სურვილი არა, აქ უფრო ნახეთ უნდა შეხვედრა, მაგრამ აი მატერიალური თვალსაზრისით უნდა შეგხვდეთ და დაგელაპარაკოთ, რაღაცა გაარკვიოს მატერიალური თვალსაზრისით. განსხვავდებით ერთმანეთისგან ძალიან
აბა რამდენად აქვს მას მონატრება. იგი ფიქრობს, რომ სადაც არის არაფერი არ იჩქაროს, აბსოლუტურად სტაგნაციის პერიოდშია, მისთვის ყველაფერი სულ ერთია. შესაძლებელია აქაც მესამე ადამიანი ჩანს. ეგოისტობს ადამიანი და ფიქრობს, რომ ესე იგი მისი ხართ მაინც და უნდა სიტუაციაზე იმუშაოს. თუ რეზონირდა გოგოებო, დაალაიქეთ, გამოიწერეთ არხი. აქ მონატრებას მე ვერ ვხედავ, ეს იყო პირველი ვარიანტი. სამწუხაროდ აქ მონატრება თქვენ მიმართ არ ჩანს, რადგან აქ ფულის ტკივილი არის. ვარიანტი მეორე, იმედი აქ მაინც იქნება ისეთი რაღაცა, რომელიც იქნება იმედის მომცემი მეორეებისთვის. ვარიანტი მეორე. როგორ ენატრებით, რამდენად ენატრებით ჩაფიქრებულ ბოდიში, რამდენად ენატრებით ჩაფიქრებულ ადამიანს. აქ გამოვიდა ისეთი ადამიანი, რომელსაც უნდა შემონათება, რადგან ძალიან უძნელდება თქვენს გარეშე, შესაძლებელია თქვენთან ერთად უნდოდეს საცხოვრებლად გადასვლაც და აქ ადამიანი მოხიბლულია გარეგნული სილამაზეთ და ძალიან ენატრებით. როდესაც მოინატრებით ხოლმე, ესე დაჯდება და ყმოის ხოლმე, ასე ვთქვათ. აბა კიდევ რამდენად ენატრებით. უნდა მას ახალი დასაწყისი, თუ ნაჩხუბრები ხართ, უნდა ახალი დასაწყისი და უნდა ყველაფრის გარკვევა და ამაზე ნერვიულობს. რამდენად ენატრებით კიდევ. ძალიან ენატრებით, უნდა მოbrunება თქვენთან, თუმცა არის გულნატკენი და ეხლა რაღაცნაირად ბალანს იცავს, თუმცა უნდა მოbrunება, მაგრამ აქვს ძალიან დიდი გულის ტკივილი ამ ადამიანს. ეს თქვენ გაწოდინებათ, რის გამოც არის. აქ უნდა ადამიანს შეხვედრა, ადამიანს აქვს თქვენს მიმართ სიმპათია, აქვს ასევე ვნებები და აქ მოგივიდათ ოჯახის კარტი, სადაც უნდა მას შესაძლებელია სტაბილური თანაცხოვრებაც. აბა რამდენად განვითარდება ეს ურთიერთობა. აქ ერთი ადამიანი მეორის მიმართ, ასე ვთქვათ, მფლობელობაში არის. ერთი ადამიანი ძალიან დომინირებს მეორეზე, შესაძლებელია ქალბატონი უფრო დომინანტი იყოს, თუმცა აქ რაღაცა სიტუაცია არის დაშლილი, ასე ვთქვათ, და ურთიერთობა არის გაჩერებული, რაღაცა მოხდა ისეთი, რამაც გააჩერა და ეხლა უნდა რაღაცების გარკვევა ამ ადამიანს და ახალი დასაწყისი. დიახ, აი ურთიერთობაში ნახეთ, ადამიანი არის იქ, სადაც არის ძალიან სტაბილურად და ისე დგას ადამიანი. თქვენ მიაჩნიხართ ძალიან სტაბილურ ადამიანად, ძალიან ამაყ ადამიანად და კარგ ადამიანად გთვლით. თვითონ არის ვის ზეცრშლით ეს ადამიანი არის ათასების მეფე ამოვიდა, რომელიც არის, ასე ვთქვათ, კი არის, აი, გრძნობები შესაძლებელია გააჩნდეს, მაგრამ იმდენად ლაპარაკობს და იმდენ რაღაცას საუბრობს, რაც რეალურად არ არის. და ასე ვთქვათ, მანიპულატორი არის. უნდა ახალი დასაწყისი, მაგრამ ეს იქნება ვნებებით სავსე. იქით გელოდებათ თქვენ, რომ იქით გამოიჩენთ ინიციატივას, არის მოლოდინის რეჟიმში და შესაძლებელია მატერიალური დახმარებაც უნდოდეს.
ძალიან აი როგორ გითხრათ, შესაძლებელია მეორე ნახევრად განგიხილავდეთ ეს ადამიანი და სურდეს თქვენთან ბედნიერი თანაცხოვრება და მეუღლეთ უნდოდეთ თქვენ, მაგრამ აქვს რაღაცა კონფლიქტი თქვენთან და ვერ ახერხებს ამას. ან შესაძლებელია გქონდათ ესეთი თანაცხოვრება, უკვე იყავით მისი მეუღლე და თქვენ შორის მოხდა კონფლიქტი. აქ ორი ვარიანტი იკითხება. დიახ, ეხლა გონივრულად არის ადამიანი, ყველანაირად აქვს გონება ჩართული და გონივრულად ფიქრობს, რომ უნდა ახალი დასაწყისი და ეს ახალი დასაწყისიც მის ნებაზე იქნება დამოკიდებული, ასეთი ფიქრები აქვს. ენატრებით ადამიანს ძალიან აქვს თქვენთან ილუზირებული დამოკიდებულება, ფიქრობს თქვენთან შეხვედრაზე, ახალ დასაწყისზე და ასევე როგორც თქვი იქითაც, აქაც ვიმეორებ, რომ უნდა შესაძლებელია მატერიალური კუთხით დაგეხმაროთ. თუმცა ადამიანი რაღაცნაირად რასთან მისტირის წარსულს არის სტაგნაციურ სიტუაციაში და ამაზე ძალიან ნერვიულობს. როგორც გითხარით, თქვენგან ელოდება იგი ნაბიჯების გადადგმას. სტაგნაცია გავლილი აქვს ადამიანს, ტრანსფორმაცია ბოდიში გავლილი აქვს ადამიანს, უნდა მოქმედება, მაგრამ გონივრულად ფიქრობს ამ მოქმედებაზე. რამდენად გადმოდგამს თქვენ მიმართ ნაბიჯს ეს ადამიანი, რამდენად რეალურად გადმოდგამს, ეს ფიქრებში აქვს მოქმედება, მაგრამ რამდენად რეალურად გადმოდგამს თქვენს მიმართ ნაბიჯებს. რეალურად მას სამყარო ეუბნება, რომ იგი მობრუნდება თქვენთან. რეალურად მობრუნდება და უნდა მობრუნებაც და ამას ძალიან განიცდის ჯერჯერობით, რომ ვერ აკეთებს. რა უშლის მას ხელს ამაში? მას ის უშლის, რომ ოდესღაც იმ ადამიანთან, ვისთანაც იყო, ეხლა აქვს გასარკვევი ბევრი რამ და ამიტომ იგი მიბრუნებულია ამ სიტუაციიდან. მოდი ესე ვკითხოთ, რა იქნება მომავალში, აბა? მომავალში ეს ადამიანი იქნება ორ სიტუაციას შორის, ან ორ რაღაცა გადასაწყვეტ საკითხ შორის, იქით აქეთ ის თუ ეს, მაინც აქ არ ჩანს რამის გადაწყვეტა. თუმცა აქვს ვნებები იმპერატრიცას მიმართ, რომელიც არის დამოუკიდებელი ქალბატონი, რომელიც შესაძლებელია არის დედა, მომავალში რა იქნება? მომავალში შესაძლოა გაიგოთ რაღაცა ტყუილი ამ ადამიანზე და ან რაღაცა უარყოფითი და რაღაცნაირად უნდა რომ ნაბიჯები გადადგას, აქვს თქვენს მიმართ ინტერესი, აქვს ვნებები, მაგრამ მომავალში რას იზამს? სურს უკან ქმედებები ექნება რაღაცას ვითომ და შემოთავაზებას გაგიკეთებთ როგორც ასეთი და უნდა როგორც აღნიშნე იქითაც აქაც ძალიან ვნებები ჩანს დიდი რაოდენობით და უნდა დაგიმტკიცოთ ეს სიტუაცია, რომ თვითონ იქნება ამ ურთიერთობაში ლიდერი. რამდენად გირჩევთ სამყარო, რომ იყოთ ამ ადამიანთან? აქ ადამიანს ბევრი რამ აქვს სათქმელი და მას რაღაც სხვა ადამიანთან უნდა ახალი დასაწყისი, სხვა რაღაცნაირად უკვე ინტერესი დაკარგული აქვს ამ ურთიერთობის მიმართ. აბა რა გრძნობები აქვს თქვენს მიმართ? კიდევ დავუსვათ. აქ ორ სიტუაციას შორის არის, ვნებები აქვს კიდევ მეორე ადამიანის მიმართ და არის ძალიან ეგოისტი, ტირანი ადამიანი თვითონ. იცავს საზღვრებს, თავის საზღვრებს იცავს და აქვს სექსუალური მიჯაჭვულობა და ფიზიკური ხასიათის ინტერესი და საბოლოოდ რა იქნება? მოდი ეს დავუსვათ. საბოლოოდ რაღაცა მცირე სახის ემოციებს გამოხატავს, შესაძლებელია
რაღაცა თქვას ისეთი რაც გაგახარებთ და რომანტიული რაღაცეები გითხრათ, თუმცა აქ ჩანს შესაძლებელია განდეგილი იყოს და სულიერი მატერიალური კრიზისი ჩანს ასევე და შესაძლებელია ეს მესამე ადამიანიც იყოს აქ. რამდენად არის მესამე ადამიანი აქ? რაღაცა სიტუაცია, რაშიც ახლა თქვენ ხართ დასრულებულია და არის აქ გაშორების სიტუაცია, თუმცა ეს სულ არ ადარდებს ამას, მისთვის ეს სულ ერთია. გამიგრძელდა მეორე ვარიანტი გოგოებო ძალიან, მაგრამ იმედია არ გამინაწყენდება პირველი ვარიანტი. აქ ადამიანი ხელფეხშეკრულია, ადამიანს უნდა ბევრი რაღაცის გარკვევა, უნდა რაღაცების შესაძლებელია სხვა ვიღაცებისგან, უფროსი ადამიანებისგან იკითხოს რჩევა. ადამიანი არის განწყობილი როგორც მესაკუთრეობის გრძნობით, ანუ მისი საკუთრება კი მიაჩნიხართ მისი საკუთრებად. კიდევ რას აქვს ილუზირებული დამოკიდებულება თქვენ მიმართ, ფიქრობს და გაიდეალიზებული ყავხართ თქვენ, მიაჩნიხართ ძალიან კარგ ადამიანად და აქვს ასევე წარსულის მოგონებები ძალიან ბევრი, აქვს დიდი რაოდენობით ვნებები, აბა მომავალში რა გეგმები აქვს და რა იქნება მომავალში თქვენთან. მომავალში ბოლო კარტი გამოვიდა ასეთი, რომ არ ჩქარობს ეს ადამიანი, თქვენთან ურთიერთობაზე უნდა მუშაობა და ასევე შესაძლებელია გამოხატოს თქვენ მიმართ გრძნობები. გოგონებო, თუ მოგეწონათ, თუ რეზონირდათ, დაალაიქეთ, გამოიწერეთ არხი, მადლობას გიხდით. ვისაც პირადი გაშლები გინდათ, მომწერეთ მაქვს მითითებული გვერდზე Facebook გვერდის ლინკი და დამიკავშირდით იქ. ვისაც გსურთ პირადი გაშლა. აბა, კარგად იყავით, გოგოებო, დროებით.